ქუთაისის ბიუჯეტი 40 მილიონით გაიზარდა, რაში დაიხარჯება თანხა და როგორ ემზადებიან ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მთავარი სტუმარია და ჩვენ შეკითხვებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელი აპასუხობს. საღამომშვიდობის, ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიცალეთ და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა თქვენ გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ესე იგი, დავიწყოთ იმით, რომ ქუთაისის ბიუჯეტი გაიზარდა კიდევ 40 მილიონი ლარით და ყველას გვაინტერესებს, რაში დაიხარჯება ეს თანხები. კონკრეტულად თუ არის განსაზღვრული, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, სოციალური საკითხები, თუ ინფრასტრუქტურაში, მაშინ კონკრეტულად რა საკითხებს დახმარდება ეს თანხა. დიახ, 40 მილიონით არა, გაიზარდა 52 მილიონით, 2 მილიონი არის სხვა შემოსავალით, ხოლო რაც შეეხება 40 მილიონს, ეს არის სპეციალური ტრანში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოიყო ქუთაისს და ამ დადგენილებაში და მათ შორის ბიუჯეტის პროექტში კაფიოთ არის გაწერილი თუ რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. სხვადასხვა მიმართულებით დაიყო და განაწილდა 40 მილიონი. ძირითადად რაც მთავარია, ყველა ის საკითხი თუ ინფრასტრუქტურული მიმართულება, რომელიც ასახულია ამ დოკუმენტში, პირდაპირ პასუხობს მოქალაქეების ინტერესებს და მათგან მიღებულ ინფორმაციას ჩვენ 2024 წლის განმავლობაში, მათ შორის ბიუჯეტის ფორმირების პროცესშიც აქტიურად ვიყავით ჩართულები მოქალაქეებთან კომუნიკაციაში და შესაბამისად რამოდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის კამპანიური ხასიათიც ჰქონდა მოქალაქეებთან შეხვედრას, უშუალოდ საკრებულოს როგორც წარმომადგენლობით ვქოს და შესაბამისად მათგან მიღებული უკავშირის ძირითადი ნაწილის ასახვა მოხდა ბიუჯეტის ამ ნაწილში და ამავდროულად ჩვენ მქონდა საარჩევნო პროცესი, რომლის დროსაც გავეცით დაპირებები პარტია ქართულმა ოცნებამ გასცა დაპირებები, როგორც ხტომაზე აღვნიშნე, ამ დაპირებების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სწორედ ფინანსურად უზრუნველყოფილი და შესრულებული სწორედ აი 40 მილიონის ფარგლებში. საერთო ჯამში ბიუჯეტის მოცულობა უკვე პირველ კვარტალში შეადგენს 178 მილიონ ლარს, რაც ფიქრობ არის პრეცედენტული ქუთაისის რეალობაში და ბიუჯეტისთვის და ვფიქრობ, რომ თუნდაც შემოსავლების ნაწილში კიდე წლის ბოლომდე მოხერხდება ბიუჯეტის გაზრდა, მათ შორის გამოხატული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც თუნდაც პრივატიზაციის ნაწილს ეხება. ბატონო ირაკლი, ის 42 მილიონი თანხა მოხმარდება თუ არა, ვთქვათ, გარკვეული ნაწილი ალბათ ქუთაისის დასუფთავების საკითხის მოგვარებას, იმიტომ რომ თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ და ამავე სამსახურის ხელმძღვანელობასაც, რომ ის მანქანების რაოდენობა, რაც ამ წუთას ყავს დასუფთავების სამსახურს, საკმარისი არ არის ქუთაისი მოიცვას სრულად და იყოს ყველაფერი წესრიგში და თუ იქნება შეძენილი, ვთქვათ, დასუფთავების ახალი მანქანები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ნამდვილად გამოწვევა ქალაქს დღეს, რაც გააჩნია, არის დასუფთავების საკითხი რეალურად და ჩვენ ამ პრობლემას და ამ გამოწვევას გარკვეული პერიოდის წლების განმავლობაში, თუმცა რამოდენიმეჯერ მოხდა ინტერვენცია, მათ შორის სპეციალური ტექნიკის შეძენა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. და სწორედ აი 40 მილიონის ფარგლებში ჩვენ წელს მოვახერხებთ და უკვე დაახლოებით 3 თვეში ქალაქს ეყოლება ახალი სპეცტექნიკა, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ ნაგამზიდებს, ეს მოიცავს ასევე სპეციალურ დასუფთავების საშუალებებს, რომელიც მოემსახურება ქალაქის ინფრასტრუქტურას და შესაბამისად უკვე წლის ბოლოს ქალაქს ეყოლება გამართული სპეციალური სერვისები და უზრუნველყოფილი სპეცტექნიკით, რომელიც რეალურად ბევრად საბოლოო ჯამში მოაგვარებს ნაგვის ნარჩენების გატანის საკითხს. მადლობა. ძალიან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი აღნიშნული სპეცტექნიკის შესაძენად, უკვე ასე რომ ვთქვათ, მომზადებულია წინადადება სატენდერო, რომელიც უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კეთილი. რამდენიმე ქუჩა და ესე ვთქვათ, სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს ქუთაისში, ამის გარდა ფასადები საჭიროებს რეაბილიტაციას, ეს თანხა თუ იქნება ამ მიმართულებით მიმართული. მე როცა ვსაუბრობთ, ის პრიორიტეტები, რომელიც დაყოფილია თუნდაც 40 მილიონის მიღმაც, ასევე რეგიონალური ფონდიდან მიღებული შემოსავლიდან 14 მილიონიდან დაახლოებით
4 მილიონი იხარჯება საფრთხის შემცველი ფასადების რეაბილიტაციაზე. ეს ეხება თუნდაც გამსახურდიას გამზირზე არსებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასად, რომელიც უკვე მიმდინარე პროექტია და მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამ 40 მილიონში დაახლოებით 13 მილიონი დაიხარჯება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციაზე. ასევე, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია საყრდენი კედლების მშენებლობა, გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომელშიც დაახლოებით 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, ასევე გათვალისწინებულია ლიფტების შეკეთება პირველ ეტაპზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავარიულ მდგომარეობაში არსებული ლიფტების შეკეთება მოხდეს. დაახლოებით 1.5 მილიონი ლარია აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გათვალისწინებული. საერთო ჯამში, როგორც პრიორიტეტი, მაინც გამოიყო პირველ ეტაპზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების როგორც რეაბილიტაცია და ამხანაგობების მხარდაჭერა. ეს წლების განმავლობაში გარკვეულწილად გამოწვევას და პრობლემას წარმოადგენდა ჩვენი ქუთაისის მაცხოვრებლებისთვის. და შესაბამისად ძირითადი თანხის ნაწილი მოხმარდება სწორედ აი ბინადრესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებს და ეს ეხება ლიფტს, სახურავს, ფასადს და ასე შემდეგ. ბატონო ირაკლი, თქვენ ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ გააქვთ ხშირი კომუნიკაცია საქართველოს უკაცრავად ქუთაისის მოქალაქეებთან, იცით მათი პრობლემები და ზუსტად ისე ააგებთ ხოლმე თქვენ სამოქმედო გეგმას, რაც ამ ადამიანებს უჭერს. თქვენ 2024-ში აღნიშნეთ, რომ მთავარი მოთხოვნა ადამიანების იყო რეკრეაციული ზონების შექმნა. და ამ კუთხით გადაიდგა ნაბიჯები, გაკეთდა რამდენიმე რეკრეაციული ზონა და მე მაინტერესებს, ვინაიდან ეს საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია. 2025 წლის გეგმაშიც თუ შედის რეკრეაციული ზონების შექმნა. მე შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანოთ. ამ 40 მილიონიდან გარკვეული ნაწილი ასევე დაიხარჯება რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე და სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე ასევე. დაახლოებით ამ ნაწილში გათვალისწინებულია 3 მილიონამდე ლარი მხოლოდ აი 40 მილიონში. გარდა ამისა, როგორც აღნიშნე, რეგიონალური ფონდიდან მაგალითად მილიონად ფინანსდება ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც უშუალოდ მოქალაქეების ინიციატივა იყო. მოქალაქეებმა იქ ვარი თქვეს ავტოფარეხების განთავსებაზე, აიღეს ეს ინფრასტრუქტურა და შესაბამისად უკვე დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება სამუშაოები, შეფასებაზეა უკვე დოკუმენტი და შესაბამისად ის მოქალაქეები მიიღებენ უკვე განახლებულ რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას. კი ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა მექნება ჩვენთვის უკვე მოქალაქეებისთვის, თქვენი ინფორმაციიდან გამომდინარე ცნობილია, რომ დროში გაწერილი სამუშაოები ქუთაისის ცენტრალური ბულვარის უკვე სრულდება და 2 მაისს იქნება დამთავრებული ეს სამუშაოები ბაღის რეაბილიტაციის, მაგრამ აქვე ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა. ბაღის წინ არის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ასევე დროში გაიწელა მისი მშენებლობა. თარიღი თუ ხო არ იცით, როდის იქნება დასრულება ამ შენობის? აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, კონკრეტულად მუზეუმზე თუ საუბრობთ, იქ იყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საჭიროებდა დამატებით ჩარევას, იგივე თქვათ კონსტრუქციულ ნაწილში გახდა საჭიროებები, ამიტომ გადაიწია პროექტის დასრულების ვადები. ასევე იყო გარკვეული საკითხები თვითონ პროექტის ავტორთანაც ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობას შენიშვნები და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეხლაც მაგალითად გუშინაც ჰქონდა მსჯელობა დამატებით რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ საბოლოო ჯამში დასრულდეს აღნიშნული პროექტი, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ წლის ბოლომდე უკვე ჩვენ მივიღებთ განახლებულ შენობას. მადლობა. რაც შეეხება ცენტრალურ ბულვარს, აქტიური და ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, იცით თქვენ ალბათ დააკვირდებოდით თუ რა მასშტაბის სამუშაოებია, სრულად იცვლება საფარი, სრულად წესრიგდება არსებული ინფრასტრუქტურა და ამ ბულვარზე დაიხარჯება 14 მილიონი ლარი. და ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ბულვარი იქნება, თუ რა თქმა უნდა, ამინდებმა და შესაბამისმა მდგომარეობა მას შეგვიშალა ხელი, ვფიქრობთ, რომ მაისის თვეში ეს ბულვარი დასრულდება. კეთილი, კიდევ ერთი საკითხი. ხანძარმა გაანადგურა თამარ მეფის ქუჩაზე ისტორიული შენობა და ეს განადგურებული შენობა, ფოსტის შენობა გახლავთ, ყველამ ვიცით ქუთაისში
და მოსახლეობას აინტერესებს რა ბედი ეწევა ამ შენობას, როდემდე იქნება ეს შენობა ესე დამწვარი და განადგურებული ეს არის კერძო საკუთრება, ადგილობრივ თვითმმართველობას ჰქონდა კომუნიკაცია მათ შორის ქალაქის მერს და მერის მოადგილეს, როგორც ვიცი, კერძო საკუთრებზე და ვფიქრობთ, რომ უნდა უზრუნველყოს კერძო სექტორმა ამ შენობის რეაბილიტაცია და შესაბამის ფორმაში მოყვა. კეთილი. თქვენ განაცხადეთ, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება. თუ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რატომ ვერ მოხერხდება, რა უშლის თქვათ ხელს რიონისპირა სახლების ამ ეტაპზე რეაბილიტაციას? ბევრი საკითხია და მე ასევე ჩემს განცხადებაში ავხსენი ის მოცემულობა, რაც რეალურად აგვაქვს დღეს ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, რომელიც თუნდაც გულისხმობს აი მესხიშვილის ქუჩას და შესაბამისად ირგვლივ მდებარე აი ქუჩებს. ეს არის ამ პროექტის ნაწილი, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს არის ამ პროექტის ნაწილი, ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული აპგრეიდია, თქვათ, აი ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც თავისთავად გულისხმობს იგივე რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას. ეს პროექტი არ არის მხოლოდ რაღაცა ამოჭრილი, ეს არის ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც ასევე გრძელდება. ანუ არ გადადებულა ამ პროექტის განხორციელება? დიახ, აი გეტყვით. ასევე გრძელდება იგივე თქვათ ნიუპორტის ქუჩის პროექტირების პროცესი და იგეგმება ასევე საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც დაუკავშირებს აი ბოტანიკურ ბაღს და ბოტანიკური ბაღიდან მოხდება უკვე დაწყებული აი ჯაჭვის ხიდის მონაკვეთამდე მოხდება და ასე რომ თქვა წამოვა ეს რეაბილიტაციის პროცესი და რეალურად ჩვენ საერთო ჯამში ამ ისტორიულ უბანს თავიდან ბოლომდე მოვაწესრიგებთ. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ პროექტს დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენი დონორების დახმარებით და ერთ-ერთი საუკეთესო ალბათ თქვენ დააკვირდებით თუ რა ხარისხის სამუშაოები კეთდება და რა მასშტაბის სამუშაოები კეთდება. რაც შეეხება კონკრეტულად რიონისპირა სახლებს, იცით თქვენ, რომ წლების განმავლობაში ამ საკითხს ჰქონდა სასამართლო პროცესი, იმართებოდა სასამართლო. თუმცა დასრულდა სასამართლო, რომ რეალურად პროექტის ავტორსაც თავისი იდეები აქვს, თუმცა აქ ბევრი სხვა რიგი საკითხებია, ასევე თუნდაც ეკონომიკური ეფექტურობის მიმართულებით რა შეიძლება გაკეთდეს, დამატებით რა ჩარევა უნდა გქონდეს, ასევე ალტერნატიული მისასვლელი გზების საკითხიც, რომელზეც ასევე ფიქრობს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თუ თქვათ რა შეიძლება დამატებით ინფრასტრუქტურის სახით განვითარდეს, რათა მიმზიდველი იყოს თუნდაც კერძო სექტორისთვის კონკრეტული არიგი. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა პასუხებისთვის. კიდევ რამდენიმე შეკითხვა მაქვს, რომელიც უკვე მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, და ნამდვილად შეასრულეს ეს დაპირება, არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რამდენად დემოკრატიული იქნება ეს არჩევნები? დღეს პარტია ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომელიც უშუალოდ თქვა ნაციონალურ მოძრაობას ეხებოდა. იცით, რომ მე უბრალოდ დღესაც თუ დავაკვირდებით იმ კომისიის ხმების მიმდინარეობას, რომელიც საქართველოს პარლამენტშია შექმნილი, საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო ის საკითხები, რომელზეც იყო მსჯელობა, მე ვფიქრობ, გარდა იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, რომელიც არსებობს, ალბათ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და მისმა წევრებმა ალბათ კარგად უნდა დაფიქრდნენ ამ პოლიტიკურ პროცესებში რამდენად უღირთ მონაწილეობის მიღება. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ და საკმაოდ რთული იქნება ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ამას კომისიის საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე პარტია ქართული ოცნება საქართველოს პარლამენტი გეგმავს მიმართოს უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და შესაბამისად გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის, თქვა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესახებ კონსტიტუციური აკრძალვის მიმართულებით. საკმაოდ რთული იქნება ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვფიქრობ, რომ აქ უნდა დავაუდოთ მოვლენებს და შესაბამისად იგივე თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესს, მე არაერთხელ მithქვამს,
განსაკუთრებით ადგილობრივი დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის საკრებულოს ხომებში და ასე შემდეგ და საკრებულოს სხვადასხვა დარგობრივი ფორმატებში მონაწილეობის. რეალურად ეს არის მე არაერთხელ მithქვამს ასევე მაშინ, როდესაც ისინი არ წარმოადგენენ მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს, რომელსაც მათ მხარი დაუჭირა, ვფიქრობ, ამით ისინი ართმევენ საკუთარ ამ უჩვეულს ფასს. თუ შეიძლება კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ, არ ვიცი რამდენად გულწრფელი იქნებით პასუხის გაცემის დროს, მაგრამ ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს, პირადად თქვენ თუ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. და ისევ საკრებულოს თავმჯდომარედ მოგვევლინებით თუ ხომ არ აპირებთ გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიმიღია, თუმცა უკვე ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ და შესაბამისად ნახოთ. ქუთაისის მერადაც ხوار შეიძლება ვიხილოთ ბატონი ირაკლი შენგელია. არ მიფიქრია მაგაზე და ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მივიღე. კეთილი, წარმატებებს გისურვებთ ყველა მხრივ თქვენ საქმიანობაში, ამ ქალაქის საკეთილდღეოდ. დაგემშვიდობებით, მადლობას გიხდით, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყავით. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ირაკლი შენგელია.